სანამ ჩვენ გამოშვას დავიწყებთ ბატონო გია, გეტყვით რომ არასრულწლოვნების ცემა და წყევლა კანონის დასჯადია. ახლა დავიწყებთ. ეს მართლა გია ჯაჯაინძეა. ხო აბა ვინმე იტყვებოდა გია ჯაჯაინძე ვარო? ჩვენც ჭიათურიდან ვართ, გია ჯაჯაინძეც. კიდევ კარგი მეტი საერთო რომ არაფერი გვაქვს. ონიშე, გიაზე ჩუდი არაფერი თქვა. მე უნდა ვთქვა. ერთმა მეზობელმა ჯაჯაინძე ჭიათურის ცენტრში დაინახა და მეგობარს კითხა, ეს გია თუ რაო? ბეჭდზე ვართ გადარჩენილები, თორე ქალაქს გიათურას არ ქმებდნენ. აუ, გიათურა. ბატონო გია, ვიცით რომ ჭიათურა მოგენატრათ, ამიტომ ჩამოგიდანეთ ჭიათურის მიწა. უბრალოდ გითხარით, სად ჩამოვჩაროთ კამაჟი. გია ჯაჯაინძეს ჭიათურაში მოფერებით არაფერს არ ეძახიან. გია ჯაჯაინძეს უნდა და 38 წლის გახდებოდა, ჭიათურიდან წამოსულიყო. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ჯაჯაინძის და ჭიათურელების აზრი ერთმანისგან ემთხვა. გია ჯაჯაინძეს რთული ბავშვობა ჰქონდა. ჩამოვიდა თბილისში, თავის გადაცემა გააკეთა და ახლა ჩვენ გვაქვს რთული ბავშვობა. სხვა რაკურსი 12 წელია გადის, მაგრამ მე ერთიც არ მინახავს. ვაგროვებ და მე ვნახავ ერთად ყველას. აქვე გეტყვით რომ თავიდან ჩაჩანიძეები, ჯაჯაინძეები ვიყავით, სანამ გია ტელევიზიაში გამოჩნდებოდა. გია ჯაჯაინძეს ერთმა ადამიანმა უთხრა, ძალიან მიყვარხარ და შენი ფანი ვარო. პატარა ვიყავი და გადამაყოლი ახლა. გია ჯაჯაინძე ასაკით ბაბუა ჩემია. და შეხედულებით ბებია შენი. გია ჯაჯაინძე ქვებს მართლა ელაპარაკებაა. აბა ხალხს მაგის აღარ ჯერა და ვინმე უნდა მოусმინოს. გიას ვირი ყავდა. ვირს გია. ბატონ გიას ნათქვამი აქვს, ღამე უცხო პლანეტელებს ვეშაუბრებიო. და უცხო პლანეტელები რას პასუხობენ? დაგვაძინე ღამე 3 საათიაო. გია ჯაჯაინძე ცალცალი კალოში ჩამოვიდა სოფლიდან და ახლა ცალცალი ბოტასი აცვია. ამბობენ გია ჯაჯაინძე ძალიან მომთმენი არისო და მართლა? კი, მაგრამ მაინც და მაინც ნუ შეამოწმებ. ერთმა შეამოწმა და კი აცვია ახლა. თუ გია ჯაჯაინძეს ზემოდან დახედავ, წყლის გუბეში დაღვრილი ბენზინი გეგონება. ბიოლოგიური კატასტროფის ცენტრი. ჯაჯაინძეს ბევრი ჩორი ყავდა. პირველ წელს იმიტომ ეჩხუბა რომ ტაშაჩმერი ვერ გაიყვეს. გია ჯაჯაინძე დაასანქციეს, მაგრამ სულ მარცხენა ფეხზე კიდია. მარჯვენაზე რატო არა? მარჯვენაზე ხალხის აზრი კიდია ჩაჩმულობაზე. გია ჯაჯაინძეზე რო იფიქრებს, ამან მეტი რაღა უნდა ქნასო, მაგ დროს იწყებს სიმღერაში. სოკრატემ თქვა, მე ვიცი რომ არაფერი არ ვიციო. ჯორდანო ბრუნომ თქვა, დედამიწა ბრუნავსო. და გიამ თქვა, ზღვა ღერავს, მე არაო. ბატონო გია, თუ დაგეკეჭინა, ზურას არ უთხრა. პირდაპირ ჩვენ გითხარით, ოღონდ ჭიათურაში. ახლა შენ მათ ჩამოსვლელი მაინც არ ხარ, ხო ვიცი მე.